ბავშვებო, გამარჯობა, მე ვარ ბეგო. გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ირაკლი. ირაკლი. კარგად ვარ. დამასარი. ნუ, ესე გამოდის რომ კი? ვაიმე, კარგი რა, მინდოდა მეკითხა როგორ ხარ? მეც კიდე წინასწარ გიპასუხე, კარგად ვარ. კარგი. ირაკლი, იმ გემრიელი დონატისგან აი წინა გადაცემაში რო გვაჩვენე, რამე დარჩა? ნუ, შენ თუ არ შეგიჭამია კი აბა ვნახო. არა, აბა გვაჩვენე. ნუ, დარჩა ესე იგი. რა მაგარია. მე მახსოვს რომ შენ უნდა გვასწავლო ახლა რაღაც ის ეფექტები, ხო? კი, ეფექტი რომ იყო. რა მაგარია. დავიწყოთ? დავიწყოთ. მოდი ახლა ჩვენ ამ დონატს დავუმატოთ თავისი ეფექტი, რომელიც თამაშ დასაწყისში რომ გაჩვენეთ. ის რომ არ ხო პატარა დონატები რო გამოდის. კი. ამისთვის ჩვენ ახლა რომ არ ვიწოვოთ და ეს დონატი თავიდან რომ ამ დონატს თავიდან რომ შეუღებოთ ეს კრემი, როგორც გავაკეთეთ პირველ გაკვეთილში. თავიდანვე რო ვარდისფერი იყოს. კი. ამისთვის მოდი დავაკოპიროთ უბრალოდ ეს დონატი. როგორ დავაკოპიროთ აბა ირაკლი? ამისთვის დავაწყაპუნოთ ამ დონატს მარჯვენა ღილაკით, მაუსით და დავაჭიროთ დუბლირებას. დუბლირება. და აი ჩვენი მეორე დონატიც გაგვიჩნდა ესეთი. მაგრამ კოდი მას ეხლა წაუშალოთ, რომელიც აქ არის. რადგან ჩვენ გვინდა მარტო კოსტიუმი. და ეხლა მოძრაობაში გადავიდეთ და ავიჯოთ ეს ბლოკი მიუთი და 90 მიმართულებით და ეს. ეხლა მოდით ეს ჩვენი დონატი დავაპატარავოთ. ეს. და დავუწეროთ თქვათ აი აქა ზომა, თქვათ 30 იყოს. ანუ 100%-ის 30 დარჩება, ხო ირაკლი? კი. ანა 35 იყოს ცოტა. რა ძალიან პატარა. 40 რო იყოს? 35 საკმარისია მგონი. კარგი. ეხლა ავიჩოთ ეს პირველი ბლოკი მოვლენებიდან, როდესაც აჭერ მწვანე დროშას. მერე მოძრაობაში გადავიდეთ და ავიჩოთ ეს ბლოკი გადადი x და აქ დავწეროთ 0-ში და y 0-ში ასევე. შუაში რო იყოს. კი. და გარეგნობაში ავიჩოთ ეს ბლოკი დაიმალე. ასევე მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს ძველ დონატს, ასე ვთქვათ. და აქ შეტყობინება მოდით გავუკეთოთ. შეტყობინება რომ გადასცეს ჩვენ პატარა დონატს. ნუ ჩვენ უკვე გამზადებული შეტყობინება გვაქვს ერთი, უკვე სკერჩმა გავიმზადა ესეთი. და მოდით ის გამოვიყანოთ. გადაიცი შეტყობინება 1. გადაიცი შეტყობინება 1. და როგორ გადასცემ ახლა მეორე დონატს, საინტერესოა. ნუ მოდით ახლა ვნახოთ. დავუბრუნდეთ ჩვენს, მეორე დონატს. და ავირჩიოთ, როდესაც ვიღებ შეტყობინება 1-ს. გასაგებია. და ერთი ბლოკი უნდა გაგაცნოთ. გადადი. და აქ უნდა მიუთითოთ დონატ. ანუ ეს იმისთვის არის რომ თქვა და ახლა ამ დონატს ამე თუ გავწევ, აი ესე, რომ ის, როდესაც ამ შეტყობინებას მიიღებს, რომ გადავიდეს ზუსტად იქა, სადაც ჩვენი დონატი არის. აი აქ. საწყის მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს. კი, ესე შეგვიძლია ვთქვას. და გარეგნობაში ავიჩიოთ, გამოჩნდი. ასევე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბლოკი უნდა გაჩვენოთ, ეფექტები. ანუ, აი ესეთი ბლოკი არის დააყენე ეფექტი, ფერი ეფექტი, 0 ვთქვათ, მაგრამ აქ არის სხვადასხვანაირი. თევზის თვალი, ქარიშხალი, პიქსელიზაცია და ასე შემდეგ. ვთქვათ, ეხლა ჩვენ თუ დავაყენებთ აქ ფერს 20-ით, აქ 20 თუ მიუთითებ, ჩემი დონატი ფერს შეიცვლის 20%-ით. შეიცვლის 20%-ით. მოდით ახლა დავუწეროთ 0 აქ. თქვენ შეგიძლიათ ასევე სხვა ეფექტებიც ნახოთ აქ, მაგრამ ეხლა შეგვიძლია ჩვენ ბოლო მოჩვენება. იმისთვის რომ ცოტა გამჭვირვალე გახდეს ჩვენი დონატი. ვაიმე, ირაკლი, მე ცოტა მეშინია მოჩვენებების. არ არის საშიში? ეს არა ეხლა. ძალიან კარგი. და აქ დავუწეროთ 40. 40. ნუ მოდით ნახოთ ახლა, ანკა ჩვენ თუ ამ ბლოკს გამოვიყენებთ, ჩვენი დონატი ცოტა ესეთი გახდა გამჭვირვალე. უკვე მოჩვენება არის? ნუ ასე ვთქვათ კი. ვაიმე. ეხლა გადავიდეთ მოძრაობის სექციაში და ავირჩიოთ ესეთი ბლოკი. მიუთითე 90 გრადუსით მიმართულებით. ანუ თქვენ როგორც გახსოვთ, ალბათ, ეს დონატი სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა, ხან აქეთ წავიდოდა, ხან იქეთ და ხან აქეთ. ამისთვის თქვენ თუ იცით საერთოდ, სულ არის 360 გრადუსი. კი, 360.
ამისთვის მოდით ახლა გადავიდეთ ოპერატორების სექციაში და ავირჩიოთ ესეთი ბლოკი. შემთხვევითი 1-დან 10-მდე. მოდით აქ 10-ის მაგივრად დავწეროთ 360. 60. ეხლა ამ ბლოკს თუ შევაერთებთ, აი ნახეთ რა გამოგვივა. მიუთით 1-დან 360-მდე. ანუ ეხლა ნახეთ აი ახლა დონეს გადმოვადგილებ და ამ ბლოკს რომ გამოვიყენებ, ყოველჯერ შემთხვევითი მიმართულებით გადატრიალდება, ასე ვთქვათ. გრადუსი შეიძლება. ხო, კი. და ეს შევართოთ აი აქ. შემდეგ. აუ შეგიძლია ყვანახო რა გამოვიდა თუ ჯერ არა. ჯერ არაფერი არ არის. და ეხლა გადავიდეთ მართვის სექციაში და ვუჩვენთ ეს ბლოკი. გაიმეორე 10 ჯერ. აქ დავწეროთ 10 ჯერ. აქ დავწეროთ 20 ჯერ. 20 ჯერ. 20 ჯერ. და გადავიდეთ მოძრაობის სექციაში და ავირჩიოთ სულ პირველი ბლოკი. გადადგი 10 ნაბიჯი. ანუ ჩვენ ეხლა ამ ბლოკს თუ გამოვიყენებთ, ჩვენი დონატი 10 ნაბიჯს გადადგავს. ასე ვთქვათ. უნდა აქ დავწეროთ 6. მოდით ნახოთ ეხლა რა გამოგივიდა. მოდი. აი ამ დონატს რომ დავაჭერ. ჩვენი დონატი სათხას ესე მიფრინავს, მაგრამ არ ხდება. ამისთვის ეს რომ გამოვცვალოთ ეხლა. უნდა ისევ გადავიდეთ მოვლენებში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. როდესაც ვიღებ შეტყობინება 1-ს. აქ შემდეგ ავირჩიოთ მართვის სექცია და ავირჩიოთ ეს ბლოკი. გაიმეორე, აქ დავწეროთ 30 ჯერ. 30 ჯერ. და შემდეგ გარეგნობაში გადავიდეთ და ავირჩიოთ ეს ბლოკი. შეცვალე ფერი ეფექტი 25-ით. აქ ავირჩიოთ ეხლა მოჩვენება ეფექტი და დავწეროთ 2-ით. შევცვალოთ ეს. მოდით ნახოთ რა გამოგვივიდა. აუ მაინტერესებს. ჩვენი დონატი მიფრინავს და მე ხრება. აი, ორი რამე უთითე ირაკლი. ანუ ნახე 30 ჯერ რომ გაიმეორებს და ეხლა ნახე ამ ბლოკს თუ გამოვიყენებ. ჩვენი დონატი, ანუ ესე ნელა-ნელა მოჩვენება გახდება, ასე ვთქვათ. აი ეს. გახდება. ეხლა ალბათ როგორც გახსოვთ, ჩვენ ასევე გვქონდა ფონური მუსიკა. მახსოვს. ამისთვის მოდით დავწეროთ ჩვენს ფონს კოდი. გადავიდეთ აქ სცენის სექციაში. და ავირჩიოთ ეს ბლოკი მოვლენებიდან. როდესაც აჭერ მწვანე დროშას, შემდეგ მართვაში ავირჩიოთ ეს ბლოკი მუდმივად. და მოდით ახლა ჩვენი ხმა ავირჩიოთ. გადავიდეთ აქ ციკლებში და ავირჩიოთ ეს მე-6 მელოდია. ესეთი. მაგრამ მოდით თქვენ თუ გინდათ სხვა მელოდია ავირჩიოთ, იმიტომ რომ აქ საკმაოდ ბევრი არის. არჩევანია საკმაოდ დიდი. კი. ესეთი. და კიდევ ბევრი სხვა. მოდით ჩვენ ახლა ეს მე-6 ავირჩევ მე და გადავიდეთ კოდის სექციაში. შემდეგ გადავიდეთ ხმის სექციაში და ავირჩიოთ დაუკარი ხმა, dance around დასრულებამდე ოღონდ აუცილებლად. დასრულებამდე. ეხლა დავაჭიროთ ამ ღილახს, შეინახე ახლავს და ნახოთ რა გამოგვივიდა. აი, გვაქვს ესეთი ფონური მუსიკა. და როდესაც ჩვენ ამ დონატს ვაჭერთ, ჩვენ ქულა გვეთლება და აი, ესეთი ეფექტი აქვს. ჩქარა თუ დააჭერ ირაკლი რა მოხდება? ბევრჯერ უბრალოდ გაიზრდება ესე ბევრჯერ. აუ, რა გემრიელია, ვაიმე. აი ესე. რა მაგარია, დონატი დაკლიკავ, დიდდება, პატარები გამოდის. აუ, ძალიან მაგარია, მე მომეწონა. ბავშვებო, თქვენც თუ მოგეწონათ, მოგწერეთ, აი, ცოდნაჯი gmail.com-ზე. გამოგვიგზავნეთ თქვენი შთაბეჭდილებები. კარგი ირაკლი? კი. არ გამოგვიზანეთ თქვენი იდეები, რა შემიძლია მე სკრინში რომ გავაკეთო და მე რომ გაჩვენოთ. ძალიან კარგი. და კიდევ ირაკლი, უთხარი რა ბავშვებს რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. შეთქო რომ უთხრა. აუ, მაშინ ერთად უთხრათ. ბავშვებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. რა თქმა უნდა, YouTube არხს გულისხმობთ. დავშვიდობოთ ბავშვებს. დავშვიდობოთ. აბა, კარგად. ნახვამდის ბავშვებო.